კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი იმერეთში რა ვითარებაა რეგიონში. იმერეთში ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება, რას აცხადებს იმერეთის გუბერნატორი. ქუთაისში რამდენიმე დღის წინ 4 ავტომობილის ძარცვის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილეს. რა ვითარებაა ქუთაისის კლინიკებში, როგორ უმკლავდება მედპერსონალი პანდემიას და როგორია ინფიცირებულების მდგომარეობა. რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია სტუდენტების ჩართულობა COVID-19-თან ბრძოლაში, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები იზრდება. როგორი ვითარებაა და რა ხდება ქუთაისის კლინიკებში, არის თუ არა რეალურად საკმარისი საწოლფონდი, როგორ მუშაობს მედპერსონალი. მთავარის შეკითხვებს 20 საათზე მრავალპროფილური კლინიკა უნიკალმედის COVID მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვასილ ფარცხალაძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. იმერეთში კორონავირუსის დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსით ინფიცირების 5068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან იმერეთში 980 პირია ინფიცირებული. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1267 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45. იმერეთის COVID სასტუმროში 353 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებში კი 28. იმერეთში თვით იზოლაციაში იმყოფება 4605 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯამრთელდა 2336 პიროვნება, ხოლო ჯამში გამოჯამრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126904-მდე. სამწუხაროდ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1425 გარდაცვალების შემთხვევა. ბოლო 24 საათში იმერეთში ახალი 980 შემთხვევა გვაქვს გამოვლინების და რაც არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დავიწყეთ უკვე ჩვენი მოქალაქეების გაფართოებული ანტიგენით ტესტირება და შესაბამისად დაახლოებით 400-მდე ამ რიცხვში შეადგენს სწორედ ამ ანტიგენით გატესტილ რაოდენობას. საწოლფონდის რაოდენობა, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით ჩვენ ყოველ ეტაპზე ვზრდით თუ რამდენადაც იმატებს რაოდენობა ინფიცირებულების იმერეთში. დღესდღეობით დაახლოებით 1200-მდე გვაქვს საწოლფონდის მარაგი და ხვალიდან კიდევ ახალი კლინიკა გვემატება, რომელიც დაგვიმატებს 55 საწოლს და თავისთავად ეხა ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის საკმარისი იქნება. ინტერვენციული. არა. ძალიან არა, იქნება ჰიბრიდული ტიპის კლინიკა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვია ჩალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ტესტირების შესახებ ისაუბრეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია COVID ინფიცირებულების დროულად გამოვლენისა და იზოლაციისათვის. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ COVID-19 მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20,000 ტესტს გააკეთებს.
ჩვენ ვაფართოვებთ ანტიგენის ტესტირებას არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის ყველა რაიონში. ხვდებით ყველა იმ პირველადი ჯანდაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს, როგორც გუშინ ქონდა შეხვედრა, ასევე დღეს გვაქვს შეხვედრა და უფრო მასიური უნდა გავხადოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირების რეჟიმი. თავისთავად ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ შეიძლება გაიზარდოს რაოდენობა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მოვახდენთ იმას, რომ დროულად მოხდეს გამოვლინება ინფიცირებულების და მათი იზოლაცია. გრძელდება შეზღუდვების დამრღვევთა დაჯარიმების პროცესი. ბოლო 24 საათის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 1041 ფაქტი გამოვლინდა 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 111 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ჯარიმა 930 ფიზიკურ პირს დაეკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი ფიზიკურ პირზე 2000 ლარით, ხოლო იურიდიულ პირზე 10000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩივის, რომ საკუთრივ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გაურთულდათ, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს. საავადმყოფოებში კი თავისუფალი საწოლ ადგილებს ვერ პოულობენ. რამდენი COVID ინფიცირებული მკურნალობს ამ ეტაპზე ქუთაისის კლინიკებში, რა ვითარებაა ბომონდისა და LG სტაციონარებში. არის თუ არა თავისუფალი საწოლების რაოდენობა და როგორ იმართება პაციენტთა ნაკადის მიღება. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. ანტირეკორდი იმერეთში, რეგიონში COVID-ის თითქმის 1000 შემთხვევა დაფიქსირდა. ნეგატივის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორი მდგომარეობაა ქუთაისის საავადმყოფოებში, აქვს თუ არა თავისუფალი საწოლების რაოდენობა და ამ ეტაპზე რამდენი COVID ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. ჩვენ ბომონდისა და LG-ის კლინიკების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. ამ ეტაპზე კლინიკაში ყავს 82 COVID ინფიცირებული პაციენტი, ბოლო 24 საათში გავწერეთ 12 პაციენტი და მივიღეთ 15 ახალი პაციენტი, ასევე ყავს არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იწვევიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. COVID-19 ინფექცია მიმდინარეობს მათთან სხვადასხვა გამოხატული სიმპტომებით. ყავს მძიმე პაციენტები, მათგან 4 არის კლინიკურად მძიმე, 11 სტაბილურად მძიმე. ამ ეტაპზე კლინიკაში თავისუფალი საწოლო ფონდი არ გვაქვს, რომელსაც ვერ შევძლებთ ბედნიერებით COVID ინფიცირებული პაციენტების მიღება. დღეის მდგომარეობით ჩვენს კლინიკაში 128 COVID დადასტურებული პაციენტი გადის სტაციონარულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, მკითხეთ, გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლო ფონდი. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ რაღაცა ეტაპზე საწოლო ფონდთან დაკავშირებული პრობლემა ზოგადად რეგიონში და ქვეყანაში გვაქვს. მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ ეს საწოლო ფონდი ყოველდღიურად განახლებადია. შესაბამისად, ჩვენთან ყოველდღიურად ეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები, დასტაბილურებული პაციენტები გადადიან საკარანტინო ინსტიტუციებში მკურნალობის გასაგრძელებლად. და რა თქმა უნდა, ვახერხებთ ახალი პაციენტების მიღებას. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, ბოლო 24 საათში 12 პაციენტი მივიღეთ კატასტროფის და სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ სხვადასხვა სტაციონარებიდან და ბინიდან. როგორც კლინიკებში აცხადებენ, ხშირია თვითმიმართვიანობა, რაც არასწორია, რადგან COVID ინფიცირებული ადამიანი უნდა დარჩეს ბინაზე და ექიმისაგან მიიღოს მისთვის საჭირო მითითებები. თვითმიმართვიანობით საკმაოდ ხშირია მიმართვიანობა, თუმცა მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ უნდა COVID ინფიცირებულმა ადამიანმა არ უნდა აიღოს ქუჩაში, ვიჯუმეტოთ თურქს არის იმ მდგომარეობაში, რომ მას გადაადგილება შეუძლია საქმიდან წამოსვლა, თავისი ავტომობილით იქნება ეს თუ სამარშრუტო ტაქსით. ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში, ან უნდა იყოს COVID სასტუმროში. პაციენტი მოყავს ოჯახის წევრს, რომელთაც აქვს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა და სხვადასხვა სიმპტომები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს აუცილებლად
კლინიკაში პაციენტი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ადგილი არ გვაქვს კლინიკაში პირველად დახმარებას უწევთ პაციენტს და შესაბამისად რა თქმა უნდა ერთიანი ძალებით რაშიც ჩართულია სამინისტრო სამინისტრო და ავადებათა კონტროლი და ასევე სხვადასხვა ჩვენი იმერეთის კლინიკები ვცდილობთ რომ ესეთი პაციენტი მოვახვედროთ ეს კონკრეტული პაციენტი მოვახვედროთ კლინიკაში ისეთ კლინიკაში სადაც იქნება თავისუფალი საწოლფო. როგორც წესი, თორის სქემა პაციენტის მართვის არის სქემა, როდესაც ოჯახის ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში იძახებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ხდება პაციენტის მდგომარეობის კიდევ ერთხელ შეფასება, ჩვენთან სტაციონარებთან ამ პაციენტის შეთანხმება და შემდეგ მოთავსება. ეს არის ყველაზე სწორი გზა პაციენტის მართვის, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხშირ შემთხვევაში ხდება კიდეც. რა თქმა უნდა, გვაქვს თვითბინებით პაციენტების მომართვის შემთხვევები, მაშინაც ადგილზე ხდება პაციენტის მდგომარეობა და თუ პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, თუ იმ კონკრეტული მიმართულებით ჩვენ საწოლფოსთან დაკავშირებით ინპუტისთვის პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს პაციენტებიც ხდებიან დასწრებაში. კლინიკების წარმომადგენლები მეგატივთან პერსონალის სიმცირაზე საუბრობენ და ამის გამო გართულებულ სამუშაო პირობებზე მიუთითებენ. დაახლოებით პერსონალში ინფექციის შემთხვევები ჰქონდა, მაგრამ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ჩვენ 340-მდე თანამშრომელი გვყავს. ასე პარალელურად ეს პრობლემა ჩვენ ვერ შეგვეხო საბედნიეროდ. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 45 უკვე გამოჯანმრთელებული საშუალო და დაბალი ზრდით მედპერსონალი გვყავს, რომელიც დაუბრუნდნენ და აქტიურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ წუთისთვის COVID ინფიცირებული 5 თანამშრომელი გვყავს. ეს არის ჩვენი მდგომარეობა და მოგეხსენებათ თემ სოფლიოში ეს პრობლემა დგას და აქ ჩვენ არ ვართ შესაბამისად გამონაკლისი. რაც შეეხება პერსონალს, რა თქმა უნდა მუშაობთ გაძაბულ და ჩვენთვის უშუალო გარემოში, გვაქვს ინფექციასთან საქმე, რომელიც შესულ რაღაც 9 თვეა, გამოჩნდა ჩვენს რიგში დაახლოებით პერსონალშიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ინფიცირება, შესაბამისად ვერ ვთვლით წინასწარ იქნება მორიგეობაში, გვაქვს ისეთ შემთხვევებიც, ხშირად არის ისეთ შემთხვევები, რომ პოსტზე სადაც უნდა მორიგეობდეს 2 და 3 ექთანი, ერთ-ერთთან უწევს ამოვალეობის შესრულება, რადგანაც გვაქვს აინფიცირების შემთხვევები და სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აინფიცირებული კადრი ჩავანაცვლოთ სხვა პერსონალს. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორის განცხადებით იმერეთში საწოლების რაოდენობა 1200-ს აღწევს, მზარდი ინფიცირების ფონზე ეს რიცხვი არასაკმარისია. დღეის მონაცემებით იმერეთის საავადმყოფოებში 1267 COVID ინფიცირებულია მოთავსებული, რაც საწოლ ფონდის რაოდენობას აღემატება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეგულაციების შედეგები 2 კვირაში აისახება პანდემიაზე. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი თქმა დასტაბილურდა თუ არა მდგომარეობა იმერეთში. რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია სტუდენტების ჩართულობა COVID-19-თან ბრძოლაში იმ დროს, როცა ქვეყანაში მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მეგატივის ჟურნალისტი სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ბეკა გელაშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით ვირუსთან ბრძოლაში ჩართვა ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვსლად ნახეთ მასალა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები იზრდება, COVID-19-თან ბრძოლაში სტუდენტები ერთვებიან. მეგატივის ჟურნალისტი სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ბეკა გელაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მათი მთავარი ფუნქცია კლინიკებში დასაქმებული ექნების დახმარება და მათი მითითებების შესრულებაა. სტუდენტების მოვალეობა მეტაპზე არის, რომ დახმარება და გაუწიოთ კლინიკაში მომუშავე ექნებს. ჩვენ ვართ დაბალი კურსის სტუდენტები, ამიტომ მაგაგვაჩნია ინდონის სამედიცინო განათლება, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაოთ პაციენტებთან, ამიტომ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ვართ და ეხმარებით ესე რომ ვთქვათ ამ ადამიანებს პაციენტებთან ურთიერთობაში და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს ვასრულებთ. ყველაზე მეტად COVID პაციენტებს ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა ესაჭიროებათ, განაცხადა სტუდენტმა ჩვენთან საუბრისას. რა თქმა უნდა, რთული არის COVID-იან პაციენტებთან ურთიერთობა,
ჩემთვის პირადად აღსანიშნავია ის, რომ ამ პაციენტთა უმრავლესობას აქვს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ვცდილობ პირველ რიგში რომ ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს იმაში, რომ იპოვონ თავიანთ თავში ძალა, რომ დაამარცხონ ეს ვირუსი და სირთულე ალბათ ეს არის, რომ როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც ფსიქოლოგიურად დაწყუნული არის, შენზეც მოქმედებს ეს უარყოფი და 18-მა სტუდენტმა ყოველ მეოთხე დღე მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. რთული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან დიდი აზარტი ეს და არ გვიშლის ალბათ ხელს. მე პირადად ნამდვილად არ გვიშლის ხელს არც სწავლაში ეს გრაფიკი და არც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს კლინიკა LG და კომპანიის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე. ჩვენ ყავს სტუდენტები აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არის ძირითადად, რომლებიც ჩართული არიან როგორც ჩვენი ისე მაქსიმალურად COVID-19 ბრძოლაში. გამომხმარებელი კურსის სტუდენტები ამაყანებით ყავს უფრო და ასევე არიან პირველი, მეორე, მესამე კურსის სტუდენტები, რომლებიც ეხმარებიან და ყავს ერთის დამხმარის პოზიციაზე ჩაყვანილი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა რომ მოვუწოდოთ სტუდენტებს, რომ უფრო გაეხონ მაქსიმალურად, ვისაც როგორ შეუძლია მოვიდნენ კლინიკებში, იმიტომ რომ ჩვენ ანალოგად არ გვაწყდეს ხა დამხმარე პერსონალი. სტუდენტები, რომლებიც მთელ თავიანთ ენერგიას სწავლაში უნდა ხარჯავდნენ, პანდემიით გართულებული მდგომარეობის გამო COVID-19-თან ბრძოლაში არიან ჩართულები. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობა თითოეული სტუდენტისათვის საკმაოდ დიდი გამოცდილებაა, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ქუთაისში რამდენიმე დღის წინ 4 ავტომობილის ძარცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 არასრულწლოვანი ამხილა დაკავებულები არიან 2003 და 2004 წელს დაბადებული პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ ხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ქუთაისში ირაკლი აბაშიძის გამზირზე 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილები და კომპიუტერული მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული პლანშეტი, ასევე სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე არასრულწლოვანი დანაშაული შესაძლო ჩადენაში მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავა. პოლიციამ ნაკურდალი ნივთების ნაწილი ნივთკიცებად ამოიღო, მხილებულები დანაშაულს აღიარებენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოასფალტ და გზის საფარი. გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია დაგი პლუსი ასრულებს, რისთვისაც 258,000 ლარი იხარჯება. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. წლების განმავლობაში აქ ფაქტიურად გზა არ არსებობდა, მთლიანად იცვლება გზის საფარი, კეთდება ღვარსადენები. ამ გზით სარგებლობს რამოდენიმე სოფელები, რომლებსაც ყოველთვის იყო პრობლემა, რომ მათ გადაადგილება უჭირდათ და ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი მოსაზღვრე რაიონის მოქალაქეების მოთხოვნები და გზა წლის ბოლომდე უკვე სავარაუდოდ დასრულდეს. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. როგორი ვითარებაა და რა ხდება ქუთაისის კლინიკებში? არის თუ არა რეალურად საკმარისი საწოლფონდი? მთავარის შეკითხვებს მრავალპროფილური კლინიკა უნიკალ მედის COVID მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვასილ ფარცხალაძე პასუხობს. მოგესალმებით ბატონო ვასილ, მადლობა რომ გვერდთვებით. მოგესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ვასილ, დღეს მარტო იმერეთში COVID-19-ით დაინფიცირების 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორია ვითარება თქვენს კლინიკაში? რამდენი COVID ინფიცირებული პაციენტი ყავთ ამ დროისთვის? ჩვენ კლინიკაში ამ ეტაპზე იმყოფება 45 ინფიცირებული COVID-ით პაციენტი, იმასაც უტარდება სათანადო მკურნალობა
იმერეთის რეგიონში 1000 დაინფიცირებული პაციენტიდან არ ნიშნავს, რომ ყველანი არიან დაავადებულები ამ დაავადების გართულებით. პაციენტებს შეუძლიათ ბინაზე კურნალობა, გართულება თუ არ აქვს COVID ინფექციას, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველა პაციენტი, რომელსაც დღეს დაუფიქსირდათ COVID ინფექცია, საჭიროებს სტაციონარულ კურნალობას. ბატონო ვასო, რამდენად მძიმეა იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე თქვენს კლინიკაში გადიან კურნალობის კურსს? ბევრ მათგანს სჭირდება ჟანგბადით უზრუნველყოფა. პაციენტები, რომელიც ჩვენ კლინიკაში იმყოფება, არის მძიმე პაციენტები, უმეტესობა. ამიტომაც ამ 45 პაციენტიდან 5 პაციენტი არის თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ელოდებიან კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს. ამის შემდგომ თუ ყველაფერი დადებითი დინამიკა გვექნა ამ პაციენტებში, გაეწარებიან ბინაზე. არ არის ჟანგბად დამოკიდებული პაციენტი ამ ეტაპზე ჩვენთან კლინიკაში არ იმყოფება. საწოლფონდებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება პრობლემები და როგორ ხდება თქვენთან პაციენტის მიღება? სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გადმოჰყავთ თქვენთან პაციენტები, თქვენთან შეთანხმებით, ადგილების მიხედვით, თუ თვითმომართვიანობის დროსაც ხდება პაციენტის სტაციონარში დაწვენა, თუ მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ხდება მიღება პაციენტების? გამოთვლილი ყველა გზებით ხდება პაციენტის მიღება. ანუ პაციენტები როგორც სასწრაფო დახმარების, ისე კატასტროფის ბრიგადის მიერ მოდიან ჩვენ კლინიკაში, არის თვითბინება, არის ოჯახის ექიმებიდან მომართვიანობა, პაციენტებს უტარდება როგორც ამბულატორიული კვლევებიდან გამომდინარე საზღვრავთ, არის სტაციონარში დასაწვენი ეს პაციენტი თუ არა, შემდგომში პაციენტების დაფიქსირების შემდეგ რომ არ არის ჟანგბად დამოკიდებული, აქვს ნაკლები ქულები, რომელსაც შეუძლიათ ბინაზე კურნალობა, იგზავნებიან ბინაზე. პაციენტები, რომელიც საჭიროებენ განყოფილებაში კურნალობას, გადაყვანილი არიან განყოფილებაში ყველა პაციენტი. ჯერჯერობით საწოლფონთან დაკავშირებით პრობლემები არ აგვაქვს, მაგრამ მთლიანად ამ ეტაპზე შემოსებული ვართ. ბატონო ვასილ, მედპერსონალი თუ არის საკმარისი, მაგალითად სხვა კლინიკებში სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები აიყვანეს დამხმარეებად და თქვენთან როგორი სიტუაციაა? ამ ეტაპზე მედპერსონალი ყავს, იყო შემთხვევები დაინფიცირების, იყო ექიმებისაც, იყო ექთნებისაც ერთეული, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობით. ამ ეტაპზე თითქმის უმრავლესობა დაბრუნებული არის თავის ადგილებზე, სამუშაო ადგილებზე. ჯერჯერობით რამე პრობლემები ამ ხრივ ამ ეტაპზე ჩვენ კლინიკას არ გააჩნია. ანუ ხშირი არ არის ექიმების ან ექთნების დაინფიცირების შემთხვევები კლინიკა უნიკალმედში? იყო შემთხვევები, მაგრამ ყავდა ისეთი ექიმებიც სარეზერვო ხრივ, რომელიც ეხმარებოდნენ ლიცენზირებული ყველა ექიმები, რომელიც კურნალობას განაგრძობდნენ ამ პაციენტების. ამ ეტაპზეც ჩვენ ეს პრობლემა არ გაგვაჩნია. ბატონო ვასილ, დღეს მდგომარეობით ასე გაზრდილი და დადასტურებული შემთხვევები თითქმის 1000-მდე. მასიურად დაწყებული ტესტირების გამოც ხომ არ არის მომატებული და გაზრდილი? თავისთავად დიაგნოსტიკა რომ მასიურად ხდება ამ პაციენტების კარგი არის, შეიძლება ეს ციფრებიც გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაცა პრობლემას წინაშე ვართ. ეს მომენტი შეიძლება განიხილოს როგორც ისე, რომ ყურადღება მისაქცევია ყველა პაციენტს, რომელიც დაინფიცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი ამ ეტაპზე საჭიროებს სტაციონარულ კურნალობას. ანუ შეიძლება ჩვეულებრივად ოჯახის ექიმის დახმარებით, თუნდაც ჩვეულებრივი თერაპევტების დახმარებით ეს პაციენტები იმართონ ბინაზე.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვასილ, წარმატებებს გისურვებთ, ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებული იყოს, დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს მრავალპროფილური კლინიკა Unikal Med-ის COVID მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ ფარცხალაძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს, მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა, გემშვიდობებით, ორშაბათამდე ერთმანეთს შევხვდებით მეგატივის ეთერში 20 საათზე. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის. გიერთდებით თბილისის სტუდიიდან. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მატება დაკავშირებულია ტესტირების გაზრდილ რაოდენობასთან, განმარტავს ამირან გამყრელიძე. ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტები ნეპოტიზმით არ ხვდებიან, გვარწმუნებს ჯანდაცვის სამინისტრო. სხვა პასუხები ოფიციალური პირების მხრიდან ჩვენს მიმოხილვაში ნახეთ. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 17000-მდე PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა. ანტიგენის ტესტით დადასტურდა ინფიცირების 1400 შემთხვევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში. ასევე მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტესტირებაში ჩართული დაწესებულებების რიცხვი გაიზარდოს. თბილისში არის დაახლოებით 120-მდე ამბულატორიულ პოლიკლინიკური დაწესებულება. ამიტომ ჯერჯერობით ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში საკმაოდ დიდია. ეხლა ჩართულია ამ ეტაპზე 40 ჩატარებაში და შესაბამისად ვფიქრობ, რომ გამრავლდება ამ ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმოთ. თუ ეს არ იყო, მე შეიძლება აფთიაქებზეც და სხვაზე სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე, როცა მასობრივი ძალიან დაგჭირდება, შესაძლებელია ყველაფერზე იფიქრო. გაფართოებული ტესტირება საქართველოში 3 დეკემბრიდან დაიწყო და 2 თვე გაგრძელდება. ყოველდღიურად სახელმწიფო 20000-მდე ტესტის ჩატარებას გეგმავს. დღესვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პაციენტების 75-80% კლინიკებში 112-ის გავლით ხვდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები კლინიკებში თვითდინებითაც მიდიან, შესაძლოა მძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდეს. თამარ გაბუნიამ უარყო, რომ პაციენტთა ჰოსპიტალიზირება შესაძლოა ნაცნობობას უკავშირდებოდეს. ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია მართალი გითხრათ ამ სიტუაციაში. თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაცა ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან, ამ შემთხვევაში რასაც ნაცნობობას ვამბობთ. თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამდენად ეს ნაკადის მოგვარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით მუშაობთ. საზოგადოების ნაწილი ხშირად წერს, რომ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან. თამარ გაბუნია ასევე გამოეხმაურა ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებას. მისი თქმით, ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოში, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, ექვემდებარება გადამოწმებას, თქვა მან. გარდაცვლილის დედა მედიასთან ამბობს, რომ მისი შვილი ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე ჩიოდა და გარდაცვალება დაგვიანებული მკურნალობის ბრალია. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო 5792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება. ამ დროის მონაცემებით სულ შემოწმდა 22532 ობიექტი, მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16733 ობიექტს. საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების და მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯერიმდა 7 ობიექტი. მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია მოლების მუშაობა, ბაზრობებზე ტანსაცმლის გაყიდვა, რესტორნებში სტუმრების გამასპინძლება, ფიტნეს კლუბების გახსნა და სხვა საქმიანობები. აღნიშნული რეგულაციების პირობებში ბიზნესი გახსნას და მთავრობასთან კომუნიკაციას ითხოვს. რეინფიცირება და ვაქცინაციის საჭიროება მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე დაამარცხა.
საქართველოში რეინფიცირების ახალი შემთხვევების აღიარებასთან ერთად ამ შემთხვევებზე თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველები გიყვებოდით, მაგრამ ოფიციალური წყაროები არ გვიდასტურებდნენ. ახლა მკურნალობის და შემდგომი მართვის მიდგომებსაც აყალიბებენ. ჩვენი სიუჟეტი ნახეთ. საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირებას ქვეყნის სამი მთავარი ეპიდემიოლოგიდან ერთი ადასტურებს, ორი კი მსგავსი შემთხვევების ოფიციალურად არსებობას გამორიცხავს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ფორმულას ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, რეინფიცირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ პაციენტის ორგანიზმი საკმარის ანტისხეულებს ვერ გამოიმუშავებს. შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. თუ იოლად შეიძლება მაინც დაგმართოს ისევე როგორც ზოგიერთ COVID გადატანილს დღეს ვითარდება მყარი მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არ ვითარდება. ხონიათ ასეთი პრაქტიკაში? კი, რამოდენიმე შემთხვევა, რომელსაც არ აქვს ანტისხეულები და მას არ აქვს ანტისხეულები. და შეიძლება მეორედან დაემართოთ. შეიძლება კი დაემართა უკვე რამოდენიმე ყოფილ პაციენტს. იათ ამბობენ რომ აი დამემართა და მე აღმოჩნდება რომ არ დაემართა, ეს თქვა სხვა რამე დაემართა. დადასტურებული სამი. ამის პარალელურად ინფორმაცია დღეს კიდევ ერთხელ უარყო ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს 2-3 შემთხვევაზე. მისივე თქმით, აღნიშნული პირები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით კვლევებს, პირველად გაზაფხულის ტალღის დროს დაინფიცირდნენ, მოგვიანებით კი განიკურნენ. მიმდინარეობს კვლევა რამოდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფექცია გქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ რამოდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული გენომის ამ ადამიანების სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს დღეს ქვეყანაში. ხოლო შეკითხვა სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია კორონავირუსისგან უკვე გამოჯამრთელებულ პირებს. ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მყარი პასუხი არ აქვს. მისი განმარტებით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ამ ადამიანებს ვაქცინის გაკეთება არაფერს დაუშავებს. რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებზე ჩვენ ცნობების სხვადასხვა წყარომ არაერთ გზის მოგვაწოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლში არაერთი კითხვის საპასუხოდ ფაქტებს არ გვიდასტურებდნენ. რეინფიცირების შემთხვევების საკოორდინაციო საბჭოს ხდომის შემდეგ მედიასთან 26 ნოემბერს ამირან გამყრელიძესთან ერთად არ დაადასტურა პაატა იმნაძემაც. ქართველი ეპიდემიოლოგების გარკვეული ნაწილი აქამდე იზიარებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1 წლამდე პერიოდით მაინც შეიძლება არსებობდეს. მსოფლიოში COVID-19-ით რეინფიცირების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჰონგ-კონგში 24 აგვისტოს გამოვლინდა. რეინფიცირებული პაციენტი 33 წლის მამაკაცი იყო. ექიმების განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში რეინფიცირების დროს დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. სტუდენტები, რომლებმაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო სტატუსი შეიჩერეს ან შეჩერების ზღვარზე არიან, ვრცელდება პეტიცია, სადაც დაზარალებული სტუდენტები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ. ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. განახევრდა სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი პანდემიის დროს. აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი. ორგანიზაცია პროგრესის ცენტრი სტუდენტები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. ფინანსური კრიზისის გამო კი სწავლის გადასახადს ვერ იხდიან და იზოლებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე. გვეუბნება პროგრესის ცენტრის წარმომადგენელი. მაკატოხიშვილის თქმით, სტუდენტები პანდემიის დროს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ბევრი სტუდენტი არის, რომელთაც ნაქირავები აქვთ ხოლმე ბინა და ამ ქირის საფასურს იხდიდნენ ნაწილობრივ რაღაცა ან ნახევარ განაკვეთზე, ან ღამის სმენაში და სხვადასხვა სექტორში დასაქმების შედეგად. ამ ახალგაზრდებმა როგორ უნდა შეინახონ საკუთარი თავი ან ამ დაკარგული სამსახურის პირობებში, ესეც რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ამ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით არ ისმის. ამ პეტიციას ხელს აწერენ მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდები, ჩართული არის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩართული არიან მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები, ვინც ამ გამოწვევის წინაშე არიან და ხედავენ, რომ
რომ შეიძლება მათი შვილები დარჩნენ განათლების გარეშე. გამოხმაურება ფაქტობრივად მთელი საქართველოდან არის, თუმცა მთავრობიდან სამწუხარო ჯერჯერობით არ არის. რამდენი სტუდენტია სტატუს შეჩერებული საქართველოს მასშტაბით? იგეგმება თუ არა სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინება და სწავლის გადასახადის განახევრება? რას აკეთებს პანდემიის დროს სამინისტრო სტუდენტების დასახმარებლად? ამ კითხვებით განათლების სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი მხოლოდ წერილობით მოგვაწოდეს და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არ მოგვეცა. სამინისტროს პოზიცია კი შემდეგია. უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენენ ავტონომიურ სუბიექტებს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სრულიად დამოუკიდებლები არიან. გარდა მათი ავტორიზაცია აკრედიტაციის საკითხისა სამინისტრო მათ საქმიანობაში არ ერევა. სწორედ ამიტომ სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ სტუდენტსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული ხელშეკრულებით რეგულირდება. ამის მიუხედავად, როგორც მთავრობამ, ასევე სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდში სტუდენტთა ოჯახებს სწავლის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათები ჰქონოდათ. სტუდენტების პეტიცია Manifest G-ზე 2 დეკემბერს გამოქვეყნდა და 7400-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. ბედნიერი და ჯანმრთელი შაბათ-კვირა, ორ შაბათამდე გემშვიდობებით.